როგორ ავლენენ ხასიათს და ბუნებას ქალები ურთიერთობაში დაბადების დღიდან გამომდინარე. დავიწყოთ ერთიანებით და საერთოდ ერთიანები ესენი არიან ლიდერები, დომინანტები და არ ეცადოთ, რომ მასზე ემოციური ზეწოლა განავითაროთ, რადგანაც ჯერ არ დაბადებულა მამაკაცი, რომელიც ერთიან ქალზე ძლიერია. ის არის ძალიან ამტანი, ძლიერი ხასიათის და თუ ეცდებით მასთან თქვენი გავლენის მოხდენას, ეს გამოიწვევს აბსოლუტურ კონკურენციას და ასეთი ურთიერთობა დაიშლება. პირიქით, მასთან უნდა ეცადოთ, რომ იყოთ ხასიათით ცოტა უფრო რბილი, რომ დააბალანსოთ მისი ძლიერი ხასიათი და მისცეთ მას თავისი ნიჭის და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია. რადგანაც, როგორც გითხარით, ეს არის ქალი ლიდერი და ის ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი თუ დაჯდება სახლში და იქნება მხოლოდ დიასახლისი. მას სჭირდება თავისი სამსახური, სადაც შეძლებს თავისი ენერგიის დახარჯვას. რაც შეეხება ორიანებს, ორიანები არიან ყველაზე თბილები, ყველაზე მოსიყვარულეები, ყველაზე ტაქტილურები და ყველაზე ძლიერი ემპათები ქალებს შორის და ასეთი ქალი არის საერთოდ მას ბევრი არ ჭირდება ურთიერთობაში, მას ჭირდება მხოლოდ ზრუნვა და სიყვარული და თუ გადაწყვეტ ასეთი ქალის გვერდზე ცხოვრებას, უნდა იცოდეთ ერთი ფაქტი, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოთ მის მიმართ სიყვარულის სიტყვების საშუალებით და არა მხოლოდ ქმედებებით და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ასეთი ქალს გული არ ატკინოთ, რადგანაც ის რამდენადაც მოსიყვარულე და თბილია, თუ წყენა გულში ჩაიდო, მერე ეს ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდ სიძულვილში გადასდის და თუ თქვენ ერთხელ მაინც აწყენინეთ ორიანს, ამაზე დიდი მტერი ცხოვრებაში არ გეყოლებათ. რაც შეეხება სამიანებს, სამიანები არიან ძალიან კაშკაშები და ასეთი ქალი, როდესაც მისი ენერგია პლუსშია, ურთიერთობაში თანხმდება მხოლოდ ცოლის სტატუსს და მისთვის საერთოდ ესეთი წარმატებული მამაკაცი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მისთვის იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ქალის გვერდზე ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეთ ძალიან კარგად, უნდა იყოთ წარმატებული თქვენ საქმეში და უკვე ასეთი ქალის გვერდზე შეძლებთ ძალიან ძლიერი ოჯახის შექმნას, რომელიც ყოველთვის იქნება თქვენი გვერდში მდგომი და მაქსიმალურად ეცდება, რომ თავისი ენერგეტიკის საშუალებით აუცილებლად დაგიდგეთ გვერდში და აამაღლოს თქვენი თვითშეფასება.